მოგესალმებით მეგობრებო, შესვენების პერიოდია და შევეცდები ძალიან მოკლედ მოგახსენოთ ჩემი სიახლეების შესახებ. შევიძინე ბლოგერებისთვის განკუთვნილი კამერა Sony ZV-E10 მეორე თაობის გაუმჯობესებული ვერსია ვიდრე პირველი, ფაქტია ეგა. ძალიან კარგი და ხარისხიანი შესრულება თვითონ მასალისა კამერის შესახებ. შემდეგ ცალკე შევეცდები ჩავწერო განხილვა, იმიტომ რომ მე თვითონ ჯერჯერობით ვსწავლობ Sony-ს, ყოველთვის მქონდა Canon-თან შეხება, მენიუ განსხვავებულია, კოდეკები განსხვავებულია და მინდა ძალიან მოკლედ გითხრათ რა. აქამდე მე რასაც ვიწერდი, რითაც ვერთობოდი და აწეც რა თქმა უნდა ეგ გასართობის საკითხი იქნება, ჩემი ჰობი. ამას ვიღებდი ჩემი მობილური ტელეფონით, რომელიც მეგობარმა მაჩუქა, ეს არის S22 Ultra, Samsung S22 Ultra და რატომღაც მომინდა რომ ამიბიჯებინა ცოტა პროფესიონალური ხაზისკენ და გადავწყვიტე შემეძინა კამერა. მაგრამ სანამ თქვენს მსგავს ნაბიჯს გადადგამთ, რამოდენიმე რჩევა მინდა მოგცეთ და დაფიქრდეთ, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ რა. კამერას ყიდულობთ და კამერას არ მოყვება არაფერი. რო გასინჯოთ კამერა მუშაობს თუ არა, თუ ელემენტი დამუხტული დაგვდათ შიგნით, ეგ კარგი, თუ არა და ელემენტის დამტენი არ მოყვება ჩიპი. ესე იგი უპირველესი რაც გჭირდებათ რომ კამერით გადაიღოთ, არც ელემენტის დამტენი მოყვება და არც ჩიპი მოყვება. ეხლა რა ხდება მანდ? აქვს რამოდენიმე პორტი, აქვს ასევე Type-C პორტი, სანამ ვიყიდდი დამტენს, მანამდე შევეცადე მობილური ტელეფონის რამოდენიმე დამტენი დამემუხტა, მაგრამ ძალიან რთულად მოერგო ვოლტობა და ამპერობა, ისედაც არ არის რეკომენდირებული კამერაში ელემენტის დამუხტვა, მაგრამ გამოვალი მდგომარეობიდან გამომდინარე, რადგან ძალიან მაინტერესებდა კამერაში რა ხდებოდა, რომ ოდნავ მაინც შემესწავლა. ადრე მქონდა ნაყიდი ანკერის ფირმის სწრაფი powerbank-ი და ამითი მოვახერხე მოკლედ დამუხტვა რა. მეორე პრობლემა რაც ეგრევე გექნებათ არის რა. ეს არის ჩვეულებრივი ჩიპი, ჩვეულებრივი, ეგ არის V30 სერიის, რომელშიც ფოტოაპარატი მაღალი ხარისხით და განკუთვნილი შენელებული კადრებისთვის კოდეკს ესეთ ჩიპზე არ იწერს. ესე იგი რომ მიდიხარ მაღაზიაში და ყიდულობ ჩვეულებრივ ჩიპს, აქ მოცულობაზე არ არის საუბარი, ჩაწერეს და წაკითხვის სიჩქარეზეა საუბარი. იმ ჩიპით ყველა კოდეკის ჩაწერას ვერ მოახერხებთ რა. მოახერხებთ 4K ვიდეოსაც გადაიღებთ, შენელებულ კადრსაც გადაიღებთ, FPS-ებზე მაქვს საუბარი. იქ არის 4:2:0, 4:4:8:2 და 10 ბიტი, 8 ბიტი და რაღაც კვანტურ ფიზიკაში გადადის, რაც არც ერთი მობილურ ტელეფონს არ ქონდა, აყენებდი მან თქვათ ISO-ს, რაღაც შატერს, რაღაცებს დააყენებდი და გამოსახულებას მიიღებდი, ჩაიწერდი ადამიანურად და ამ შემთხვევაში უკვე გიწევს ძალიან ბევრი რაღაცის სწავლა, რომ ნორმალური კადრი მიიღო, იმიტომ რომ ბევრად ჩააშალეს და ასე ვთქვათ, გააუმჯობესეს ხარისხი და შესაბამისად გაართულეს Sony-ში კოდეკების ამბავი რა. იმიტომ რომ ჩვეულებრივ კომპიუტერში თუ განსაკუთრებული წამკითხველი და კოდეკი არ გაქვს ჩაწერილი, ვიდეოს ვერ უყურებ რა. ეგეთი მსგავსი რაღაც ჭირს iPhone-ს, რომ რაღაცეებში ვიდეოს პირდაპირ ვერ უშვებ, იმიტომ რომ იქაც რაღაც Apple-ის კოდეკი არის სპეციალური, სადაც ისიც ესეთ მუხტმაშვება რა, კუმშავს ამ ფაილებს და ინახავს სხვანაირ ფორმატი რო დავარქვათ. წავაწყდი ჩიპის პრობლემას. ჩიპი არის სხვადასხვა სერიის. ამაშიც ფაქტიურად ეხლა გავერკვიე, იმიტომ რომ ჩემთვის იყო, თქვათ, იყიდდი ჩიპს და იყო განსხვავება რაში, რომ არის სხვადასხვა მოცულობის, რა, თქვათ 64 გიგაბაიტიანი, 128-იანი, 256-იანი, მაგრამ არა სამწუხაროდ ეს ჩიპი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ
ბოლომდე გამოვიყენოთ ჩვენი ფოტოაპარატის შესაძლებლობები, ფოტოაპარატის ვიდეოსი და შესაბამისად მომიწია ჩიპის ყიდვა, გავხსენი. ეს არის ლექსარის ფირმის პროფესიონალური ფირმის სერია პროფესიონალი და შემიძლია გიჩვენოთ ალბათ გამოჩნდება აი ამ საწერია V60 უკვე არის ერთი ნაბიჯით უფრო მაღლა ვიდრე ჩვეულებრივი ჩიპი და ნახეთ ახლა რა განსხვავებაა. ამას აქვს მეორე ზოლი ჩაწერის და წაკითხვის. ესე იგი V60-ის შემდეგ უკვე განსხვავება პირდაპირ ემჩნევა V30-სა და V60-ს. V90-იც გამოწერილი მაქვს და იმასაც აი ეს ორი რიგი აქვს. ესეთი დილეტანტურად რო შევადაროთ, მარტივად ამითი გავარკვევთ ამის საკითხს, რომ აი აქ ჩანს რამდენად მეტი ისა აქვს რა კონტაქტი ფოტოაპარატსა და ჩიპს შორის. ამის შემდეგ ნახეთ რა ხდება, რა პრობლემას წავაწყდით. მე და ჩემი მეგობარი ბექა ბოლქვაძე, ბექამაც ეხლა შეიძინა Sony ამ ოჯახის წევრია უგონთ იმას აქვს A6700 მე მგონი, ოდნავ განსხვავებულია. თუ დავითანხმიე მე ჩავწერ შედარებას ამ ორი ფოტოაპარატის შორის, იმას თავისი პლუსები აქვს, თავისი მინუსები, ამასაც თავისი პლუსები და თავისი მინუსები აქვს. და ბექა მithova მეგობრისგან ესეთი V60 ჩიპი გადავიღეთ სატესტოდ ვიდეო და წავაწყდით კიდე ერთ პრობლემას. ჩვეულებრივი კარტ რიდერი აი ამ ჩიპს არ კითხულობს რა. თავისი ორი რიგი კონტაქტის გამო. და ძველ ნოუთბუქებშიც არ მიდის ეგ ჩიპი. ჩიპი მიდის, მაგრამ ვიდეოს ვერ იწერდა, ბოლომდე ვერ კითხულობს რა. შესაბამისად აწყდებით კიდე ერთ პრობლემას და ნელ-ნელა იზრდება უკვე ხარჯი ჩვეულებრივი მოსახურების, რო თქვა რაღაც გადაიღო და მერე გადაიწერო კონტერში, მომიწია ცალკე უკვე სპეციალურად ამისთვის განკუთვნილი კარტრიდერის ყიდვაც არ გამიხსნია, ნახავ. იმიტომ რომ ამას ეწერა თავისი სიხშირე, რომ სიჩქარე ეწერა, რამდენს იწერსო რა. და წესით უნდა კონდეს ამის ის საშუალება, რომ წაიკითხოს და გადაგვაწერინოს ჩიპიდან კომპიუტერში. აი ხო შეხედავთ ხო? როგორც აი ამ V60-ს აქვს ორი რიგი კონტაქტი, ისეთივე ორი რიგი კბილები აქვს შიგნით და შესაბამისად ამითი უკვე უხერხდება სრული მასალის გადაწერა. ამას რატო გიხსენით შეხედეთ ახლა. მობილურ ტელეფონებს შორის ძალიან დიდი განსხვავება რო არის ფასებში, მახსოვრობის მიხედვით, ესე იგი ჩიპის მიხედვით 256-დან 512-მდე და 1 ტბ რო არის და კოლოსალური განსხვავება მათ შორის და მე ძალიან მიკვირდა რომ რატო უნდა იყოს ერთი და იგივე ტელეფონის შორის ამხელა განსხვავება. დაახლოებით ალბათ ხვდებით, იმიტომ რომ აქ ჩაშენებული ჩიპი, რა თქმა უნდა, უფრო სწრაფად იწერს, ვიდრე ვთქვათ ეს ჩვეულებრივი V30, იმიტომ რომ მაგალითად Samsung-ს აქვს 8K გაფართოებით ჩაწერა, რომელსაც რა თქმა უნდა ვერაფერში ვერ ვიყენებ, მაგრამ აქედან ლოგიკურად მივხვდი, რომ ეგ არის ყველაზე დიდი განსხვავება ჩიპებს შორის, იმიტომ რომ თვითონ Sony-ს წარმოების ეგეთი ჩიპები უკვე V60 და V90 ღირს კოსმოსი არის რა, ძალიან ძვირები ღირს, ამიტომ ყიდულობთ, რა ვიცი მე, Kingston-ი მაქვს გამოწერილი V90, უბრალოდ მაინტერესებს ბოლომდე რას გადაიღებს, თორე ცხოვრებისეულ პრაქტიკულ გამოყენებაში ალბათ მაგასაც ვერ გამოვიყენებთ. ესე იგი, რას მივადექით, რომ ვიყიდე კამერა და ვერაფერი ვერ ვქენი, ვიყიდე ჩვეულებრივი ჩიპი, ვერაფერი ვერ ვქენი და ვიყიდე, ახლა ჩამოვიდა, გამოვიწერე V60 სერიის
უკვე ორ კონტაქტიანი, ორ ზოლზე კონტაქტიანი ჩიპი და ესეც სრულად არ აკმაყოფილებს, მაგრამ მე რა თქმა უნდა მეყოფა, იმიტომ რომ V90 განსაკუთრებული კადრების გადასაღებად არის, განსაკუთრებული გაფართოების კადრებისთვის არის განკუთვნილი. ამ ჩიპს უკვე აუცილებლად დაჭირდა შესაბამისი კარტრიდერი და პირველი პრობლემა რაც არის, ვერ მოხდავ ფოტოაპარატს, რომელსაც რა თქმა უნდა დამტენი არ მოყვა და ამიტომ მომიწია ცალკე უკვე დამტენის ყიდვა, მაგრამ გადავწყვიტე დამტენი კი არა და power bank დამტენი შემეძინა. დღეს მივიღეს გზავნილი. არ ვიცი როგორია და რა ხდება აქ, მაგრამ Amazon-ზე რომ ნახე ძალიან მომეწონა. ჩიხოლიც მოყვება ეგ ასწორებს. და ვნახოთ რა არის. ამაში ჩადის ორი ელემენტი. ჩვეულებრივად Type-C-ზე ერთდება და იმუხტება და პარალელურად არის power bank-ი, როგორც თქვათ მიკროფონს ან უსასმენს აქვს ხოლმე და შეგიძლია მაგალითად ჩადო და აქვე დამუხტავს ელემენტს. ეგეთი ორი სლოტი აქვს. რა თქმა უნდა, წონაც აქვს. და მძიმეა, ერთი ღილაკი აქვს. ნახოთ თუ არის დამუხტული. 54%-ზეა. ნახოთ ახლა ელემენტი მოვათავსოთ შიგნით. ზევე EAT მეორე სერიას უკვე მოაყოლეს ის ელემენტი, რომელიც ფაქტურად ზომაში ერთი და იგივეა Sony-s კამერებში ელემენტები, მაგრამ ტევადობა სხვა არის და ხარისხი და ეს უკვე არის NPFZ-100, რომელიც გაუმჯობესებულია და უფრო დიდ ხანს ძლებს, უფრო დიდ ხანს იწერს ვიდეოს. თვითონ აი ამ დამტენშიც, სადაც ელემენტი თავსდება, შიგნითაც აწერია ელემენტის სერია, რომ ეს არის NPFZ-100. ჩავდე ელემენტი, აი წეს 54% არის თვითონ power bank-ის ელემენტი რამდენად არის დამუხტული და გვერდით თამაშობს ფოტოაპარატის Sony-s კამერის ელემენტი, რომელიც იმუხტება და ყველაზე მაგარი ისაა, რომ თავი ეხურება რა. თუ მანქანით მოგზაურობთ, არის ძალიან გადასარევი ნივთი, იმიტომ რომ ელემენტი ჩააგდე, მოათავსე შიგნით და თქვათ მეორე ელემენტით იღებ ფოტოს ან ვიდეოს, აქ პარალელურ რეჟიმში ეს უკვე იმუხტება. ამის გარდა კიდე ფოტოაპარატს, რომელსაც მოყვება კიტ ობიექტივი, არაუშავს, შეიძლება ამითი გადაღებაც, მაგრამ შუქი ძალიან ნაკლები შედის ამ ობიექტივში. ყველაზე ფართე გაშლილ კუთხეზე აქვს 3 და 5 და დაზომულზე, ესე იგი 16 მმ-ზე აქვს 3 და 5, 50 მმ-ზე უკვე აქვს 5 და 6. რაც ძალიან ბევრ შემთხვევაში ქმნის დისკომფორტს და შესაბამისად გადავწყვიტე ობიექტივის გამოწერაც. იგივე დიაპაზონია თითქმის 18-55 თუ 18-50 სიგმასი. გზაშია ისიც მალე ჩამოვა და ისიც რა თქმა უნდა მოიცემა საშუალებას, რომ თქვათ უკეთესად გადაიღო და მეტ სიბნელეში მარტივად რო აგიხსნა, ნაკლები შუქის შემთხვევაში მეტად რო გადაიღო, ამის საშუალებას მოიცემა. გამიმართლა იმაში, რომ თქვათ შტატივი მქონდა, თორე გჭირდება შტატივი. გამიმართლა იმაში, რომ წინასწარ მანამდე მქონდა შეძენილი DJI-s მიკროფონი მეორე თაობის, რომელიც ძალიან მაგარი მიკროფონია და ჯერჯერობით ამაზე უკეთესი DJI-s არ გამოუშვია, mini სერია გააკეთა, მაგრამ ის სხვა თემაა. თორე ესეც შესაძენი მექნებოდა, შტატივის შესაძენი მექნებოდა და კიდე ერთი წინაღობა, რაც ხდებათ, მაგალითად მობილური ტელეფონისთვის მე მქონდა მაქვს ნაყიდი სტაბილიზატორი Insta360-ის
flow ეგრე ქვია, ეგ სტაბილიზატორი, რომელიც ყენდება მობილური, მაგრამ რა თქმა უნდა იმას ვერ იყენებ ფოტოაპარატში ვიდეოს გადაღებისთვის. ცნობილია ყველასთვის, რომ Sony-ს ამ სერიას სტაბილიზაცია არ აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელით გადაღება ძალიან გართულდება, ამიტომ უნდა გადაიღო სტატიკური კადრები, შტატივზე დამაგრებული და თუ აქაც დაგჭირდა უკვე მაგალითად სტაბილიზატორი, კიდე ცალკე ხარჯი გაქვს და უნდა იყიდო ფოტოაპარატის სტაბილიზატორი, რომელიც ობიექტივთან ერთად ამ ყველაფერს დაძლევს. და მივედით სადამდე. ვიყიდე კამერა, მომიწია რაღაცეების გამოწერა და ამაში კიდე თანხის დახარჯვა, რაღაცეები კიდე გამოწერილი მაქვს და ამაში თანხა მაქვს გადახდილი, რაღაცეები კიდე მაქვს გამოსაწერი და საყიდელი, ფილტრზე მაქვს საუბარი, მაგალითად დრონისთვის ND ფილტრები მაქვს, კამერისთვის არ მაქვს და ამაში უფრო დამჭირდება ასე რომ გადახედოთ და საერთო ჯამში დააჯამოთ, ხო? თუ რაიმე ძალიან მნიშვნელოვან პროექტს არ კიდებთ ხელს და მაინც გადაცემების ჩაწერას არ აპირებთ, ჩემი აზრით მობილურით გადაღებული ვიდეოც კარგ ხანს გეყოფათ და არ არის საჭირო ამაში იმ ფინანსური რესურსის დახარჯვა, რასაც მე შევასკდი და ჯერ კიდე ფორმაში არ არის მოყვანილი ანუ სეტი არ არის ფაქტიურად აწყობილი აქ სპიშკა და განათება და ეგეთი რაღაცა სტუდიური ცალკე ხაზია და მაგაზე არ ვსაუბრობ და გაცილებით რა თქმა უნდა მეტი რაღაცის ტარება გიწევს ვიდრე ხარისხიანი ფოტოაპარატით, რითაც თქვენი რაც გაქვთ ნაფიქრი და სურვილი, იმას გადაიღებთ ყოველთვის და თქვენს მაყურებელს აზრს და სანახაობას მიაწოდებთ თამამად, იმიტომ რომ არ ვიცი, აზრი არა აქვს ამ უსაშველო გაფართოების კამერების ყიდვას, რომლებიც რა თქმა უნდა ასევე უსაშველო მოცულობის ვიდეო მასალას ინახავს ჩიპზე და ეს ყველაფერი მაინც ისევ კომპიუტერშია გადასატანი და საბოლოო ჯამში იქ უკვე ვადგებით კომპიუტერის ვინჩესტერების გამოცვლას და დამატებას, იმიტომ რომ დაახლოებით 9 საათიანი ვიდეო რომ ჩაწერო, სანამ დაამონტაჟებ, აი 10-15 წუთიანი ვიდეო რომ მიიღო, მაგალითად და იღებ ცოტა კადრებს დრონით, ცოტას ტელეფონით, ან ნუ ეხლა უკვე Sony-ს კამერით, ეს 15 წუთიანი ვიდეო რომ საბოლოო ჯამში მიიღო, დაახლოებით 30 გიგაბაიტი მასალა გაქვს, შავი მასალა, რომელიც მე უნდა დამონტაჟდეს. წარმოიდგინეთ, ერთი პატარა რეპორტაჟის 30 გიგაბაიტი მასალა საბოლოო ჯამში რას იძლევა და რამდენ რესურსს ითხოვს უკვე კომპიუტერში და მანამდე ჩიპში და მანამდე უკვე თვითონ კამერის შესაძლებლობებთან მიმართებაში. და ამიტომ თუ მაინდა-მაინც არ გწიწკნით კანში, რომ არ მყოფნის ვიდეოს და ფოტოს გადასაღებად ჩემი მობილური ტელეფონი და მინდა რომ ზევით ავაბიჯო, თქვათ კამერა შევიძინო, კამერის შეძენას ძალიან ბევრი თანხვედრი ხარჯი ახლავს, სადაც გინდა არ გინდა პროფესიონალურ დონეზე უნდა ჩაუჯდე უკვე სამონტაჟო პროგრამებსაც, ამიტომ სულ სხვაგან გადადიხართ ერთი გადაწყვეტილებით რომ არ მყოფნის მობილური ტელეფონი, რაც არ უნდა ახალი იყოს და მჭირდება კამერაზე გადასვლაო და მე ვფიქრობ, რომ თანამედროვე მობილურ ტელეფონებს არ აქვს ამას მნიშვნელობა, ეგ Samsung-ია თუ iPhone-ი თუ სხვა ბრენდი, ძალიან კარგად შეუძლიათ ასახონ ფერებიც და სიუჟეტიც, რაც YouTube-ის და Facebook-ის დონეზე თუ Instagram-ის დონეზე თავიდან ბოლომდე გეყოფათ რა. და რა ვიცი მირჩია მეგობარმა, შევიძინე, მომწონს, გამიხარდა, მაგრამ დავხარჯიანდი ძალიან და ჯერ კიდე არ მაქვს აწყობილი ტექნიკა იმ დონეზე, რომ თქვათ, სადმე გავიდე და რაღაცა ჩემთვის საინტერესო რეპორტაჟი გადავიღო. ასე რომ ის არის რა, მობილური ვიდეოგრაფობიდან კამერაზე აბიჯება მოითხოვს მსხვერპლს და ამისთვის მზად უნდა იყოთ. ეხლა დაგემშვიდობებით, კარგად ზანდებოდეთ, როცა ჩამოვა
ჩემი ლინზა და ჩამოვა ასევე V90 ჩიპი, გამოწერილი მაქვს ასევე გადამყვანი Sony-ის გადამყვანი მარტივად რო აგიხსნათ ზენიტის ობიექტივის გადამყვანი Sony-ის კამერას მოერგოს, მაგით ძალიან მაგარი პორტრეტები გამოდის და შევხვდეთ კიდე და ჩემ გამოცდილებას გაგიზიარებთ ღირდა თუ არა ამდენი რაღაცის წვალებად თუ ჯობდა რომ დარჩენილიყავი ისევ მობილური ვიდეო და ფოტო გადაღების დონეზე. პატარა კადრს ჩავამატებ, განსხვავება რომ ნახოთ, მაინც ცალკე სანამ შედარებას გადავიღებ და დავამონტაჟებ მობილურსა და Sony-ის კამერას შორის გადაღებული ვიდეოს ხარისხი თუ გამოჩნდება ანალოგიურ ლოკაციაზე, იგივე განათებით, იგივე ადგილას, სადაც მიერთებული მაქვს, როგორც იქნა დავაკავშირე მობილური კამერას, საიდანაც შემიძლია ვმართო ჩაწერის და გათიშვის ფუნქციები, ასევე დაზუმვის და რა ვიცი, ნახოთ, შევადაროთ. რა თქმა უნდა, მე შევეცდები შემდეგ, როცა კარგად გავერკვევი Sony-ში, ესე ზეპირად თუ არ ვისაუბრო, მე გავაკეთებ ძირითად შეფასებას თუ რა იყო ვიდეოს გადაღება მობილურით და რა არის ვიდეოს გადაღება კამერით და თავისი აქსესუარებით. კიდე ერთხელ გემშვიდობებით, წარმატებას გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე.